საქართველოში ფეოდალურმა წყობილებამ გაიმარჯვა ახალი წელთაღრიცხვის პირველი 1000 წლის შუა ხანებში. ფეოდალური ურთიერთობების შემდგომმა გაღრმავებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ჩვენი ქვეყნის სამხედრო ორგანიზაციაში. ბარში სამხედრო საქმე მთლიანად ფეოდალების, აზნაურების მიერ იქნა მონოპოლიზებული. სამხედრო სამსახური საქართველოში, ისევე როგორც დასავლეთ ევროპაში, კასტური გახდა. მაგალითად, ვეფხისტყაოსანი მკვეთრად განასხვავებს შრომელი გლეხობისა და მხედარ მოლაშქრეთა საზოგადოებრივ ფუნქციებს. რაც ავისრა ბედმა მისცეს დასჭირდეს და მას უბნობდეს, მუშა მიწყივ მუშა ყოფდეს, მეომარი გულოვნობდეს. სახალხო მილიცია, როგორც შეერაღებული ორგანიზაციის ძირითადი ფორმა, შემოინახა მხოლოდ მთიან რაიონებში, სადაც ფეოდალური ურთიერთობების ღრმა ფესვები არ გაუდგიათ და მოსახლეობის მთავარი სოციალური ფენა თავისუფალი გლეხობა იყო. საქართველოში აზნაურთა ცხენოსანი მილიცია, ისევე როგორც რაინდული შეერაღებული ორგანიზაცია დასავლეთ ევროპაში, ფეოდალურ იერარქიაზე იყო დაფუძნებული. მსხვილი ფეოდალები, დიდებულები, დიდი აზნაურები, უშუალოდ მეფის ყმები, ვასალები იყვნენ და საჭიროების შემთხვევაში მეფის დროშის ქვეშ საკუთარი ვასალების ლაშქარი გამოყავდათ. ყმა აზნაურები ეკლესიასაც ყავდა. საქართველოს გაერთიანების შემდეგ მე-10 საუკუნის ბოლო და მე-11 საუკუნის დასაწყისი. ქვეყნის სამხედრო ორგანიზაციამ შემდგომი განვითარება ჰპოვა. თუ წინა პერიოდში შეერაღებული ძალების უმაღლესი საორგანიზაციო ერთეული იყო საერისთავოს ლაშქარი, სახელმწიფოს ტერიტორიის ზრდასთან ერთად ზრდამ გამოიწვია ახალი, უფრო მსხვილი გაერთიანების საჭიროება, რომელიც რამდენიმე საერისთავოს ძალებისგან იქნებოდა შედგენილი. როგორც ჩანს, უკვე მე-11 საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოს სამეფოს სამი მთავარი რეგიონის ბაზაზე, აფხაზეთი ანუ დასავლეთ საქართველო, სამხრეთ საქართველო და ქართლი, ჩამოყალიბდა სამი დიდი საორგანიზაციო ერთეული. პირველი აფხაზეთის ლაშქარი ანუ შიდა სპა, მეორე ზემო ლაშქარი, მესამე ქართლის ლაშქარი. ბრძოლაში ამ ერთეულებს გარკვეულწილად ტაქტიკური დამოუკიდებლობა გააჩნდათ. შემდგომში ამ გაერთიანებათა რაოდენობამ 4-ს მიაღწია და მათ ბაზაზე შეიქმნა სამხედრო ოლქების, სადროშოების სისტემა. ამრიგად, ქართული ფეოდალური შეიარაღებული ორგანიზაციის მთავარი შემადგენელი ნაწილი აზნაურთა ცხენოსანი მილიცია იყო. გარდა ამისა, მეფეებსა და მთავრებს ჰყავდათ მცირერიცხოვანი მუდმივი რაზმები, ტაძრეულები. მთიელთა ქვეითი ლაშქარი თავისი მნიშვნელობით ჩამოუვარდებოდა აზნაურულ მხედრობას, განსაკუთრებით განვითარებული ფეოდალიზმის ხანაში. დავით აღმაშენებელმა, რომლის მეფობით იწყება ფეოდალური საქართველოს ოქროს ხანა, გაზრდა შეერაღებული ძალების რაოდენობა. მან ჩამოაყალიბა მუდმივი ჯარის ახალი ფორმირება, მონასპა, რომელიც 5000 მეომარს ითვლიდა და გაქრისტიანებული უცხოელებისაგან შედგებოდა. გარდა ამისა, მეფემ სამხედრო სამსახურის პირობით აღმოსავლეთ ევროპის ველებიდან საქართველოში გადმოასახლა ყივჩახთა დიდი ურდო 40000 მეომარი ოჯახებით. როგორც სპეციალურ, ისე სასწავლო და პოპულარულ ლიტერატურაში ხშირად ვკითხულობთ, თითქოს დავით აღმაშენებელმა ყივჩახთაგან 40000-იანი მუდმივი ჯარი ჩამოაყალიბაო. ზოგი მეცნიერი კი დავითის მუდმივ ჯარს 60-75000-ად ანგარიშობს. ეს წყაროების არასწორი გაგებით გამოწვეული შეცდომაა. იმ დროს საქართველოს ეკონომიკურად არ შეეძლო ასეთი მრავალრიცხოვანი მუდმივი ჯარის შენახვა. ყივჩახთა სამსახური მილიციური ხასიათისა იყო. აღმოსავლეთ საქართველოს სასაზღვრო რაიონებში განსახლებული მათი ტომობრივი ჯგუფები ტრადიციულ მესაქონლეობას მიდევდნენ. საზღვრებს იცავდნენ და საჭიროების შემთხვევაში მსუბუქი ცხენოსანი რაზმები გამოჰყავდათ. მაქსიმალური ძალა, რომელიც დავითის ყივჩაყებს შეეძლოთ გამოეყვანათ ერთ ლაშქრობაში, ალბათ არ აღემატებოდა 15-20000 ხმალს, რაც ცხადია ცოტა არ იყო. მთლიანად კი დავით აღმაშენებელს თავისი მეფობის ბოლო წლებში შეეძლო ველზე გამოეყვანა 60000-მდე მეომარი. ფეოდალურმა საქართველომ ძლიერების მწვერვალს მიაღწია თამარ მეფის მმართველობის ხანაში. მისი შეიარაღებული ძალები შედგებოდნენ მუდმივი კონტინგენტების, მილიციისა და დამხმარე რაზმებისაგან. ლაშქრის ყველაზე მასობრივი სახეობა ფეოდალური მილიცია იყო, დაკომპლექტებული ტერიტორიული ტომობრივი პრინციპით. მესხები, ტაოელები, აფხაზები, კახელები, ქართველები და ასე შემდეგ. დამხმარე ძალებს შეადგენდნენ ვასალური სამფლობელოებიდან გამოყვანილი რაზმები და აგრეთვე მოკავშირეთა და დაქირავებულთა კონტინგენტები. ეს უკანასკნელი ძირითადად ჩრდილო კავკასიიდან მოდიოდნენ: ყივჩაყები, ოსები, ლეკები, ჩერქეზები, ჩეჩურ-ინგუშური ტომები. მთლიანობაში მე-13 საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველოს შეეძლო გამოეყვანა 60-90 მეომარი. ამ ძალების დიდ ნაწილს კარგად შეერაღებული და გამოწვრთნილი ცხენოსანი ჯარი შეადგენდა. ქართული ლაშქარი ბრძოლაში დროშების მიხედვით ეწყობოდა.
დროშა სამხედრო ოლქიდან, სადროშოდან გამოსულ ფეოდალურ მილიციასა და მასთან მიმაგრებულ რაზმებს აერთიანებდა. სულ საქართველოში 4 სადროშო იყო. მეწინავე სადროშო სამხრეთ საქართველოს საერისთავოები, ეს ტერიტორია. მემარჯვენე სადროშო დასავლეთ საქართველოს საერისთავოები. მემარცხენე სადროშო კახეთ-ჰერეთი და მეფის სადროშო ქართლი. ბრძოლის ველზე დროშები შესაბამისად საბრძოლო წყობის ტაქტიკურ ელემენტებს წარმოადგენდა. ავანგარდს მეწინავე დროშა, მარჯვენა ფრთას მემარჯვენე დროშა, მარცხენა ფრთას მემარცხენე დროშა და არიერგარდს მეფის დროშა. ზოგჯერ საბრძოლო წყობა სამ ნაწილად იყოფოდა, ან კიდევ სხვაგვარად. იმ დროისათვის საბრძოლო წყობის დანაწევრება ფრონტსა და სიღრმეში ქართული სამხედრო ხელოვნების განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს. კერძოდ სამნაწილიანი საბრძოლო წყობა გამოიყენეს ქართველებმა ბასიანის ბრძოლაში თურქ-სელჩუკებთან 1202 წელს. ქართული ჯარის მთავარსარდალმა დავით სოსლანმა მემარცხენე და მეფის დროშების გაერთიანებით შექმნა ძლიერი მარცხენა ფრთა. დაახლოებით განგარიშებით მას აქ მთელი ძალების 50% ჰყავდა. მთლიანად კი ორივე ფრთაზე ძალთა 75% იყო. ქართულმა ავანგარდმა მეწინავე დროშამ, რომელსაც ძმები შალვა და ივანე ახალციხელები მეთაურობდნენ, მოწინააღმდეგეს მთავარი დარტყმა მიიღო, მაგრამ გაუძლო მას. ამასობაში კი დავით სოსლანმა ძლიერი ფლანგებით, მარცხენა ფრთას თვითონ დავითი მეთაურობდა, მარჯვენას ზაქარია მხარგრძელი, ორმაგი გამონადგურებელი დარტყმა მიაყენა მტერს და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ესეც საქართველოს მე-13 საუკუნის დასაწყისში. საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ მე-15 საუკუნეში მოიშალა ქვეყნის ერთიანი სამხედრო ორგანიზაციაც, მაგრამ სადროშოთა სისტემა არ გამქრალა. იგი შემოინახა ერთიანი მონარქიის ნანგრევებზე აღმოცენებულმა ქართლის, კახეთისა და იმერეთის სამეფოებში. ყოველი მათგანი 4 სადროშოთ იყო დაყოფილი, როგორც გაერთიანებული საქართველო.